მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვექნება ესეთი გაშლა, როგორი იქნება ივნისის თვე ჩვენთვის, რა იქნება ჩვენს პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი და რას უნდა ველოდოთ. ნახოთ, რას გვეტყვის ტარო. რა იქნება მნიშვნელოვანი ამ თვეში და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. სიტუაციები როგორ განვითარდება, რას უნდა ველოდოთ. ნახოთ, რა ხდება. ესე იგი, ჩვენთან ესეთი ამბავია. მოდის, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი ფაქტის წინაშე ვდგებით, მოკლედ შეიძლება იყო რაღაც პრობლემები ურთიერთობებში და თქვენ ძირითადად ამ ურთიერთობაში ნახეთ, შეიძლება დროებით იყო ურთიერთობა მოკლედ გაჩერებული, მაგრამ მოდის ამ ურთიერთობის შემოbrunების შანსები. მოდის, აი ეს შეიძლება ძალიან ისე მოხდეს, აი თითქოს რწმენა უნდა გქონდეთ ამისთვის და აუცილებლად თქვენთან მოდის სიყვარული. ეს სიყვარული ძირითადად შეიძლება აი მოულოდნელად აი სიტუაციებმა მოიტანოს და ყველაფერი ეს იყოს, როგორ იცით, თქვენ თვითონ შეიძლება ისე მიიღოთ, რომ აი რაც გინდათ, აი მიიღოთ ის, რაც გჭირდებათ და ამ ყველაფერს მისცეთ განვითარება. ეს ძირითადად არ არის რაღაც დამოკიდებული ორივეზე თითქმის დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ორივე ადამიანზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ რა ხდება. უნდა ცოტა უნდა ვიაქტიუროთ, მაგრამ ჩვენი აქტიურობა მარტო ეს რაღაცნაირად და ბრმად არ უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც ჩვენთან არის, რა თქმა უნდა, ბევრს ფიქრობს ამ ყველაფერზე. ზოგჯერ აი შეიძლება მტკივნეულოდაც კი განიცდის ამ ყველაფერს, ამ ურთიერთობას და ამ შემთხვევაში ბევრს აი ეს ფიქრი, განცდები ყველაფერი ერთად ქმნის აი მთლიან რაღაც ნაკრებსავით და ამ შემთხვევაში მოდის მაინც იქეთკენ, რომ აი გული მაინც მოუწევს თქვენკენ. ეს ყველაფერი არის იქნება მისაღები, რა თქმა უნდა, და იქნება რაღაც მომენტში თითქოს მოულოდნელი ეს ყველაფერი, მაგრამ ნახეთ, ხდება აი ეს სიყვარულის განახლება, ესე ვთქვათ. ახლდება გრძნობები, ახლდება რაღაც განცდები, ემოციები, ყველაფერი აი სიტუაციები თითქოს უფრო უკეთესობისკენ იცვლება და ეს შეცვლა თითქოს იწვევს რაღაც უფრო უფრო აი ამაღლებულ განწყობას და ბევრი ყველაფერი აი გროვდება აი ლამაზ მოგონებად და უფრო მეტი სიახლე შემოდის ამ დროს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის შანსს, რომ უფრო კარგად შევიცნოთ ერთმანეთი, უფრო მეტი დრო გავატაროთ ერთმანეთთან და ნახეთ კიდევ რა ხდება. არის კიდევ რაღაცები, აი რასაც მარტო ემოციურად ან შინაგანად ცოტა უნდა მივცეთ განვითარება ამ ყველაფერს. ჩვენი შინაგანი მე
უფრო უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ ეს იყოს ბევრად უფრო როგორ გითხრათ, სწრაფად განვითარებადი. და მოკლედ, ეს ივნისის თვეში მოკლედ ვინც მაგალითად ნუ ნუ დროებით დაშორებულია ეს ყველაფერი, ხდება ამ ურთიერთობის შემოbrunება, დაბრუნდება ის ადამიანი, რომელიც თქვენ ესე გიყვართ და ალბათ ის ადამიანი რო ბრუნდება, ბევრად უფრო დიდი გრძნობები აქვს მას ამ ყველაფრის მიმართ და მოკლედ პოზიტიური განწყობა იქნება აუცილებლად და ეს პოზიტიური განწყობა სურვილს აღუევებს, ყველაფერს იქითკენ მიდის, რომ ეს ბევრად სასიამოვნო ხდება, ბევრი უფრო მეტი ემოცია და მეტი გრძნობები მოდის ამ შემთხვევაში. აი ესეთი იყო დღევანდელი გაშლა, ეს არის ტაროს დრო. დროებით.